სალამი მეგობრებო, ორი საინტერესო ვიდეოს გიმზადებთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესოს, მაგრამ ბევრისთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ აშკარად არც ნახვებით გამოვირჩევით და არც გამომწერებით. ამიტომ მომდევნო სამ დღეს გავატარებთ აჭარასა და სამეგრელოში. მოყვარულთა ლიგის ფინალური ეტაპები არის და საინტერესო რაღაცები იქნება. პლუს ამ ქალაქებში ბევრ საინტერესო რაღაცასაც ვნახავთ. ნუ დრო როგორც გვექნება მაგის მიხედვით. გონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვლოგი იქნება, იმიტომ რომ ახლა ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იქნებიან და მაქსიმალურად დაიხარჯებიან იმისთვის, რომ ეს ვიდეო კაი გამოვიდეს. ჯერ მივდივართ აჭარაში, კონკრეტულად ბათუმში, მერე ქედაში და ასე შემდეგ, ბოლოს ქობულეთში. სადაგზე რაც იქნება ყველაფერს ნახავთ. არხი გამოიწერეთ და წავედით დასავლეთ საქართველოში. სად მივდივარ და რამდენი დღით მივდივარ? მოყვარულო ჩემპიონატზე, კროგობეთ მოყვარულთა ლიგაზე მივდივართ სხვადასხვა ლოკაციაზე. მოვივლით აჭარას და სამეგრელოს. დავარიგებთ. საჩუქრებს გავერთობთ, ჭამთ. საჩუქრებს დავარიგებთ. 3 დღის განმავლობაში მოკლედ მაგრად ვიმოგზაურებთ და ნუ მაგ მოგზაურობის ნახვა შეგიძლიათ გილულაზე, რა თქმა უნდა, თუ გამოიწერთ და გამოყვებით, კიდევ უფრო საინტერესო ბევრ მოგზაურობას ნახავთ. 20,000 გამომწერზე. ამაზონის ჯუნგლებში მივდივარ. ამაზონის ჯუნგლებში შიშვდება, კარგავს კამერას და მერე რაღაც თანხისაგროვება გჭირდება. მერე ტირის. ხო, ის ვიდეო მზად გაქვს ხო, ბათუმში დავკარგე კამერა. ჩაწერილი. კამერა არის ტელეფონი. კამერა სათქო. როგორ არ გვაქვს დავკარგეთ просто. 40,000-ის ტექნიკა დავკარგეთ, ეხლა და ტელეფონით გიწევს გადაღება და თუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. სკრინებს დავდეთ. ხო. სახელ. რა. მოყევი ChatGPT-ს რასათქმევინეთ. ვინებთ მოიცა ეხლა გეტყვი. 10 მილიონი ევრო 40 წლის განმავლობაში როგორ უნდა ვხარჯოთ პორტუგალიაში, ისე რომ კარგად ვიცხოვროთ, აბა ძალიან კარგადაც არ არა. ჩვენ სამმა. წყვილებით. თითო სამმა. თითო 10 აქვს. всё. გავით. ან ყველა ცალსაკი გვაქვს ეს ფუფუნება. და ეხლა ვნახულობთ, რომ თვეში გვაქვს სახარჯი 20,000 ევრო მოკლედ. ან არაფერს არ ვაკეთებ, აღამუშავო. წამოწოლილები. просто ვხარჯავთ ფულს რა. სოწერ აღჭავს ანახე და მე მეცალხლა გამოიყენეთ აპლიკაცია და ზოგიერთ ფული და მეტი სპონსორი. არ გამოიყენეთ აპლიკაცია, მანამდე არ დაასპონსორებთ. გამოიყენეთ აპლიკაცია და ზოგიერთ ფული არ გადავუხადოთ მეტი კონცერტს. ქათმის ტერიაკი მაქვს შეგვეთილი და იაში დაჭდა ეს 14 და 50. ესეც პირველი ხარჯი. ოღონდ მოყვებოდა წყალიც, ხო? ნახოთ. რა გადაიხარე მითხარი და რა არის? ფრი, სასმელი და 2 ჩიზბურგერი. 1 ჩიზბურგერი, 1 ორმაგი. ერთი ჩემია? ორივე ჩემი. კადრში ცხელა შეჩემო. კესლი გაბრავა. ჩელენჯი კი არა რა ქვია. ჩელენჯი არ ქვია, უბრალოდ ორი ნაზუქი ვიყიდეთ. და ეს აი შეფუთი. ერთი არის სერგოს წინა ნაზუქი, ანუ სერგოს წინ. ეტა გაზა ვერ გადავედით, მეორე მანქანა. და მეორე არის სერგოს ნაზუქი. სოფლიოში ცნობილი ნაზუქია. და პოლიეთილენშია რომელიც ცხელია და რომელიც მიეკრო. მე ხაზი მინდა გავუსვა მნიშვნელოვან ფაქტს. აი ეს არის მოკლედ სერგოს წინა ნაზუქი. ეს არის დღეს გავიგებ მიწია თუ არა და სერგოს. ეს არის სერგოს გამოსხავი ნაზუქი. არის ისიც მინდა რა. ზომაში არის ძალიან შემცირებული, მე რაც მახსოვს ნაზუქები ზომაში გაცილებით დიდი იყო ხოლმე. ეს არის გაცილებით პატარა ნაზუქი. ეს ისახი ცხედრიანის დროს. ცხედრიანის დროს. ეს ნაზუქზე რო ჩერდება ხო. მე სერგოს წინა ნაზუქი გავსინჯავ თუ შეიძლება. მე სერგოს გასული. ეს სერგოს გასული. ფიშმში დამიფიქსე წოფნა. ძალიან ცხელი არის. ფიშმში ჩემსაც აქვს. მაგრამ თბილია და არა ცხელი. ფაქტია ხო, ვის ეყიდება ყველაზე მეტი ნაზუქი. ანუ გაყიდოს ვერასწრებს ცხელია. თბილი პურია უბრალოდ, რა არის. კიშმიში არ აღმოაჩინე ჯერ? კიშმიში აქვს. აბა მაჩვენ. მაგას ვერ მოგიტყოდი, კიშმიში აქვს. მეორე კიშმიში აქვს. მაგრამ აი ეს ნაზუქი არ არის. არა. კაკაჩი, ამოიღე შეჩემო მთლიანად რომ ნახოთ ვიზუალ. ხუა მომიდეხე აბა. მე ხმა მინდა რომ ხმაზეც მიხვდებით რომ მეტი უფრო დაბრაწული. ნუ პასკის გემო რატოა? ვალითიაფი არის. ერთი სხვაობა ის არის რომ
საშინო პარკში ჩადო, მაგრამ ეს ბევრად კაი არის რა. ბიჭო, მე მგონი ტექნიკაა რა. იცი რატომ? პოლიეთილენის გემოსეჭამ. რაღაც იდეა მაქვს რა. რო წავიდეთ და რო ჩამიყვანოთ დანიშნულების პუნქტში, თუ შეგვიძლია. ხო, დასკვნა, ეს არის სერგოს მობილდა პირენაზუთი. 4 ლარიანი. და ეს არის სერგოს ნაზუთი. რომელიც აღარ არის. აი, ბოლო მოკვები ვიჭერდა. Молодец, Серго. Какой хороший назуки. ესეთის დედას აკვე. Что ты рато გაჭირე? და რა რა. რუსებს აი წინ მიდის რუსული ნომრით მანქანა და აი ჟენდე ეს რა მოიჭრება მაინც. ათამაშება მოკლედ პირველი კომენტარის ავტორს ამ ნაზულს პირადად გიორგი ცალხელიშვილი და ცოტნე მურაშვილი გადაეცა. ჩვენი მოჩენილი ნაზუკი დატიპი რა. პირველი კომენტარის ავტორი ამ ნაზულს მიიღებს. თუ გინდათ ორ კომენტარზე გავყავთ ნახევარ. ოღონდ ეს 4 ლარი ღირდა და არხიც უნდა გქონდეთ გამოწერილი. სხვა ვარიანტი არ შეიძლება რა გამოწერილი. ვიდეოზე დაალაიქებ და გააზიარებ, მაშინ შეგიბიწი. ყველა ფერსე თუ იდარდე მალე დაგენცევა ვიღაცას უნდა შველა აბადელი დელა შემთურამე დაგიჭირდა ადელია დელა ალაგანის ბიც მე მეგონე დაშო ალაგანის ბიც მე მეგონე დაშო ნახოთ მინდება როცა ახლოს მოდიხარ გაგიჟება მინდება Santradio, mudam siamo. თავის ფულის დაწერით და მირეკე ვარცა მოვალე ჩემი მოვალე Some people find a boss on me Kishini with ice bombs Tkwenta tkhila jwentan toz ჩამოვედით მეგობრებო. ბათუმში მივდივარ. ძმებო, რამის თქვა ხო არ გინდათ ამინთან დაკავშირებით? საერთოდ არაფერი. არა მარტო ამინთან დაკავშირებით. არაფერი არ მინდა. პირველი დღის დასასრული. მეორე დღე მშვიდობისამებრნებო, გავიგოთ მომენტებს არც ახობით ახლა მივდივართ ქედის მიმართულებით, სადაც მახუნცათი ჩანჩქარი ნახოთ და ასე შემდეგ. მანამდე გახსნათ განახებთ ჩვენი სასტუმრო და ხეთს, რომელიც 9-დან 2 კილომეტრიანი ამ კუნძულზე არ წავედით. Happy chance. ესო ესალმე ჩემს მაყურებლებს. ალგორი ტურისტი არის, განაცუდი არის ტურისტი, მაგრამ ტურისტს გააჩნია. რუსების და აწდა მარადის. აუ, ჩემი აზრით ტურისტი აღარ ქვია უკვე რომ სახლში გრძნობს თავს. არა, ხოლმე დამჭიდველი რუსი. ყველა რა, ანუ ისეთ კომფორტში არიან, რომ აზრი აღარ აქვს.
ხმები და შეზდაკრება გადახდა უკრავენ და ცეკვავენ ხმები. ჩვენ ფული არ აქვს. ჰა? ჩვენ როგორც ღარიბი იუთუბერები ფული არ აქვს, ამიტომ დავებოდები ხელზე დაჯექი. ფოტო თუ გინდათ მაიმუნთან რაღაცა. მაიმუნი აიღე კაცი და მე ჩემი ნახე პროსტა რა. დაიმახსოვრეთ ეს და აგე. რომელი ჯობია? რო დაეწაფო გოგათ შეიძლება. კი როგორ არის? აშუით. კეფაზეც რა წაიში. აუ, აი. არის ხალი. ესე შესპასორები არის. და შეიძლება შენი სპონსორებიც ყოფილიყვნენ. შეიძლება შენი წყალი ყოფილიყო. რას უნდა გადავხედო? თამარის ხიდი არის? თამარის ხიდი? ახლა არ აინტერესებს რა. აი მე არ მაინტერესებს სულიერ საქმეს უკის გაა. სახლში ვერ წახვალ დღეს 10 საათამდე. ძალიან მაღალი ტემპერატურაა. აუ გოგა სად ჩადიხარ შენ? კიდან ამოვალ კიდე მით უმეტეს. არის არმაცინაცი. არ მოდის მაგრამ. არა, ჩადირი. ეს არის თამარის ხიდი. აგერ ძმა. ავიდეთ და გადმოვიდეთ და ეგ. აი შენანი. კაი. მე-12 საუკუნის თარიღდება ეს. არა. მოდი მაინც სადმე წავიდეთ ჭაობში ჩავარდებით შენ. შეიძლება რა, არც მოაჭირია არაფერი, თქო სუსაფრთხოდ ვერ. წავიდეთ. კაი, წავედით ქედაში. სადაც თამაში არის 1 საათი და მოკლედ იქიდან გავაგრძელებთ რა. არხი გამოიწერეთ. ქედის ბეთლემის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც პირველი მატჩი უნდა გაიმართოს და კარი დაგეტილი არის, მაგრამ წორნ დავაი ძელამდე სირბილი მეტი ეხა ესე ეს გვინდა გავყიდო ნიჟნი-ნოვგოროდში და ვამზადებს როგორც აგენტი რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით კაი ბიჭია, კაროჩე დარტყმა ორივე ფეხით მარცხენა, მარჯვენა, ყველაფერი შეუძლია, დრიბლინგი, პასი, სისტრაფე, ბაპეზე სწრაფი ყავს. გადავიდე რა. ბაპეზე სწრაფია. ეს ნახირში დაგყავდა ხოლმე და იქ რაღაც წროხა რო გაიქცეოდა, პირველი ეწეოდა, ძმაო, მანდ ვიპოვეთ, მაგრე ავარჩიეთ. სასწაული ბიჭია. შენ რა სიტყვი? აი ეს ქალთაგუნში გვინდა სხვა მიზნებით. მასაჟისტად რო გავყიდოთ. თუ არის რამე ოფერი? უარესში ყოფილი. რა სტადიონებზე არ ვარ მართლა რა ვიცი. კი, უარეს სტადიონზეც ყოფილი ვარ. გოგა. ბუნდესლიგის სტადიონები და რაღაცები გვინახავს, მაგრამ ეს რაღაც მარადონა სტადიონსა და ბიჭო, ამ სტადიონის პლუსი რა არის, გეტყვით რა. საზამთრო იღება ადგილზე ვეწყება, კი. აგერაი. და შპრიცები ყრია კიდე. არა, შპრიცები არ ყრია, კაი ხალხი არ მოვატყოთ, შპრიცები არ ყრია. ყვება ადგილზე საზამთრო ამოდის, ეგ პლუსი ნამდვილად აქვს. პლუს ბუნება შეხედეთ უბრალოდ გარშემო რა. ადგილზე ესეც სუფთა ჰაერს ძალიან ცოტა ადგილას ისუნთქეო. ერთი პრობლემა კი არის, რომ სტადიონს რომ მიხედონ არ არის ურიგო, მაგრამ ისუნთქა. ისეთია რა, მაღალ ადგილას არის და უფრო ისეთია. ზღვის დონიდან უკეთესი ეცოდინება ზღვის დონიდან 1552. არა. 897, 395. მოსახლეობა შეიძლება ფანჯები დაულეწო ბურთი ძალიან ახლოს ხარ. ერთი რისკი. აი ეს მოსახლეობაა? ხო და მეზობელი
მეზობელო კარისაო, გამარჯობა ლარისაო. გია. ამას ნაკრებში მოვაწყო. როგოროდი თუ როსტოვი რომელიჩო. როსტოვის გუნდს. აქამდე მოვირბინეთ, უკან მივირბივართ. კარგია. ავაი, ბუქნები წავიდა. ლოკომოტივიდან არის ერთი ოფერი, მაგრამ კარგია იყოფა. ჯიგანია 15. ეს ბიჭი ითამაშებს. მაღალ დონეზე ითამაშებს ეს ბიჭი ლიგებში. აი, ახლა ზამენაზე და გათამაშე ბორტალში. ისე გააცლიერეთ ფოტოები, რომ გადავრჩეთ აქედან. ზის დარტყმა რო არ მივიღოთ. 1 2 3 ცალხა შეგიძლია ცალხე. იმათხოსი გიჩევიო. ცოტა შეიძლება მეცქავას. 1 2 3 ხუმრობის დაღლიცენის გარეშე ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, რავი, ნებისმიერ დონეზე, რავი, რეგიონალური ლიგიდან დაწყებული და ახლა მოყვა თალიგაძეც ვარ, მაგრამ ეს ერთ მინდორზე ფეხბურთის თამაში, რავი, არ შეიძლება წმებო რა. არ ვიცი, ვის ვალდებულებაში არის ხა ეს, რომ ამ დონეზე არ იყოს გაფუჭებული ბალახი და ელემენტარული პირობები იყოს, მაგრამ არ შეიძლება ეგეთ მინდორზე ფეხბურთის თამაში და პლუს მე ვერავის ვერაფერს ვერ მოთხოვ ამ ფეხბურთელებსაც რა. რავი, დანარჩენი უკვე მატჩიდან კადრები. თამაში არის და 3 გოლი უკვე გავიდა. თის ქვეშ არის სტადიონი, რომელიც უკვე განახეთ და გულშემატკივრები აკლია. ყველაფერს თუმცა ხარ აუჩევს. როგორი მოლოდინები გაქვთ მატჩის? ჩვენ 2-2. მე მგონია რომ ძალიან სანახაობრივი თამაში იქნება და ეს მაყურებელი აი სანახაობას მოხავს, აი მაყურებელს აი ეს მაყურებელი აჭარის ეტაპი ამით დასრულებული არის. ვიყავით ქედასა და ქობულეთში, ჯავატარით შეხვედრები. საკმაოდ საინტერესო, უხგოლიანი მატჩები იყო. გულშემატკივრობის ნაკლებობა, თუმცა ანუ საერთო ჯამში ცუდი თამაშები არ იყო. ეხლა წავალთ ბათუმში, რაღაცებს კი არა აჭარულებს შევჭამ უჭველი. მერე დავისვენებ და ხვალ უკვე სამეგრელოს მიმართულებით დავიძრებთ. თუ ფულია და QR-ი. არა, შეჩემა ეს. თორიანი არის. არის. QR-ი ამოიგეთ და გილოცავთ. ვერ მოიგეთ QR-ი ვაუჩერი. იმისათვის რომ ვაუჩერი გადაცვალოთ თანხაში. გამოგიგზავნოთ selfie ვაუჩერთან ერთად. შეშემო. სქემია შეჩემა. აქედან გადავყავ თურქეთში ეგრე. სათამაშო სამოიღებაო თურქეთში. ახალი ლოკაცია გირჩეს, კრაფტი მუდი ქვია, გიხნახავთ კადრებში და შეკვეთილი მაქვს შავი აჭარული ხაჭაპური და ჰოთ-დოგი აქვს საუკეთესოა და მოტანის დროსაც ვნახავ პლუს დემოებსაც და რავი, ძალიან ბევრი კაცი შევაფასებ საბოლოო ჯამში აქ მოსვლა ღირს თუ არა. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ პაპიკი ფილიპური აქვს, ძალიან გური არის გაწუხებს, ძალიან კაი სოსისი აქვს, ბეკონი უხდება და ბევრი ყველი აქვს ძალიან. კიდე მაქვს პატარა შაურმა შეკვეთილი. ხოგამ კი უკვე შეჭამა და არ გითხრათ როგორ იყო, მაგრამ მექსიკური ჰოთ-დოგი ქონდა შეკვეთილი, არ ვიცი იცი განსხვავდება. როგორ შევამჩნიე ხალაპენიოები და რაღაცები არ ქონდა. თავრობა მარაო და მე გადავწყვეტე რომ შევასრულო. ჩემი აზრით კაცი არ არის და
ეს რასაც ჭამს რა, შავი აჭარული მქონდა შეკვეთილი, კვერცხის გარეშე. თეთრი აჭარული მოვიდა კვერცხით და რა ვიცი. შავს რას დაუწერდით ბატონო? მინუსი ამას აჭარულს რო უკეთო. 800-დან? კაი შეფასებაა. მინუსი შეჩემ აჭარულს რო უკეთო კვერცხის გარეშე და შავს მინდა. ჯობა ეგეთი გემოვნება მოვდა პირიქით და რო არ შეგაგიჭირდა და ისე არ გამოგაგდეს მადლობა. ელოდები შეგო. რატო? მაინტერესებს რამდენი ხარ შენ? შენი გვარი არ გამართული. აი ბიჭი ხარ, კაია. ოჩო. ჩათვალე შენ გუგური. ოპა! ოიგე. ვერა, 666 მხარდა. მოკლედ ლაფასებდი ხარ რა, მე აჭარული დამევასა. აჭარული დამევასა, ჩემი შეკვეთა რომ მოეტანეთ რა. ხარა. ანუ კვერცხის გარეშე შეუკვეთე, მომიტანეს კვერცხი და კარაქის გარეშე და მომიტანეს კარაკი. ხო და მე მაგ კარაკს რას უზავთ? გავათამაშებ მეგობრებო. მოკლედ აჭარის ამბებს მოვჩით და მივიდივართ სამეგრელოსკენ პირველი ჩხოროწყუ, შემდეგ მარტვილი და ასე შემდეგ. ჩხოროწყუში ვარ და ჩხოროწყუ ცენტრალურ სტადიონზე, სადაც როგორც მამაკაცების ექალთა გუნდის წარმომადგენლები თამაშობენ. მე კარში ვერ ჩავდგები რა, ცურ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ეს არის ჩხოროწყუს ცენტრალური აუზი, მეგობრებო, აქ არიან ახალგაზრდები. სიკურად შეუძლებელი. მეგონი არა სახელმწიფოს რუნავს რა. ჩაწო. ამაში არის დახარჯული 18 მილიონი წამი. მორიგი რეგიონში მორიგი სტადიონი შინელება რა. ძალიან ცუდია. სიგიჟე ხდება რა, ესე არ შეიძლება მეგობრებო. ორ მომაინც ამოვსეთ რომ მე ეხი არ ჩატობს. რეგიონალური მასშტაბით და გვასახელე. ამღრეულია თორე სუფთაა. სუფთაა, ბიჭო, просто ნაცემარზე უეჭველი ამღრეულია. ხო, არა, ეთყო მაგას. არა, მართლა მაგის გამო. კი. აუ ეს თბილისელები ჩამოიყვანს. twins რო ტყავენ ძმაო, იმენა ყოხოში ჭამს წყალი რა. კიდე ვაფშე არ ვეკარი. ქალაქელები ძმაო რა. არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია. ეს არის კურორტი. ნახე ამ თებია რა, სიმინდი. ამთა სად არის? კორაკი, კაი. აქ მოდიან ხოლმე იკრიბებიან. მითხარი სათხარ, ისე რომ არ მითხრა სათხარ. ჩალენჯ. ჩემი სამარგალიო და სამხელარი მაგარი მწვავი. არა. აი გოჩი გამოიყო. გოჩა გადა. მე ვაგებ კარებს. აი გადავედი. დიდო ნანა დიდო ნანინა. ეხა ხელი არ გარდა ტრამზეში. კაი შეჭი. ბიჭო არ გა. ირქენს მო. ბოდიშით გადავრნა კამერა ბოდიში რა. აუ რა ხმა, ბრავო. დასრულდა მეგობრებო დასავლეთის რიფი, ასე ვთქვათ, ამბები, რამდენიმე ქალაქი მოვიარეთ კინახავრის ვიდეოში. მოკლედ მადლობა ვინც უყურეთ, ვინც არხი გამოიწერეთ, ან ახლა ამ წუთებში ღილას აჭერთ. კი, რა ქაოსი იყო და რათა გადასავალი, ნუ ვიდეოდან უკვე იცით. ხო, კაი. მე მგონია რომ ესეთი ინდივიდუალური და ესეთი ორგანული ვლოგები ბევრად უფრო ასწორებს და ამიტომ შემოგთავაზეთ მსგავსი და გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, რომ გოგამ შეძლოს თავის ოპერაციის გაკეთება, ნახეთ რამხელა აქვს, ანუ ადამიანს აქვს თავის დაჭიმულობა და ვცდილობ რომ რაღაცნაირად უყრუნავად, ამისთვის გჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გამოწერა, მეტი ლაიქი, მეტი მხარდაჭერა. არ დაგავიწყდეთ 2 კარაკი და 1 დაზოგი დამაშტება, მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, გამოყევით მომავალ კონტენტზე. Ciao. და ამ ვიდეოში მონაწილეობდნენ გოგა წურწუმია. დან 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 სოტლე ურაშვილი. და ბაკალაშვილი.
სამხერა